სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ შეუძლებელია არ ვიცოდეთ, რომ როგორც ყველა ადამიანურ საქმიანობას, რომელიც ადამიანს როგორც გონიერ არსებას შემოქმედს, უკავშირდება, თავისი ნაყოფები უნდა გამოქონდეს, იმიტომ რომ თუ საქმეს ნაყოფი არ გამოაქვს, კეთილი ნაყოფი, რა თქმა უნდა, გულისხმობთ, მაშინ ეს საქმე თავისთავად უაზრობაა. როგორც ხშირად გვითხოვს, თუ ადამიანურ სიკვდილს, ფიზიკურ გარდაცვალებას კეთილი ნაყოფი არ გამოაქვს, მაშინ მთელი მის სიცოცხლე უაზრობაა. და რა უნდა იყოს, ან როგორ უნდა იყოს გარდაცვალება კეთილი ნაყოფი, თუ ის მართლაც არ არის გარდაცვალება მარადულ სიცოცხლეში. და ასეა ყველაფერში და რა თქმა უნდა ასეა სულიერ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა ნაყოფის გამოგქონდეს და როგორც პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, იმდენი ხანი ეკლესიაში ვართ, ყოველ შემთხვევაში ვინც დიდხანს ვართ, უკვე სხვების მოძღვრები, ანუ სხვების მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ისევ სარწმუნოებრივ საწყისებში ვართ ჩარჩენილი და ისევ რძით ვიკვებებით და არათუ სხვას არ შეგვიძლია გადავცეთ სარწმუნოება, არამედ ჩვენ თავადაც სარწმუნოებრივი თვალსაზრისით განუვითარებლები ვართ. არადა თითქოს ვინც ეკლესიურად ვცხოვრობთ, გარეგნულად ყველაფერს ვაკეთებთ, წმინდა მამათა გამოცდილებით დატოვებულ ლოცვებით ვცდილობთ ღმერთთან საუბარს, ვკითხულობთ წმინდა წერილს და წმინდა მამებს და ევქარისტიულ მსახურებაში მონაწილეობას ვღებულობთ და ვეზიარებით. ანუ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მადლის ნაკლებობას განვისით, ყოველ შემთხვევაში რაც უფალმა დააწესა, ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ თუ თავს არ მოვიტყვილებთ და საკუთარ თავს ჩაუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ქრისტესადმი მსგავსება, რაც ერთ-ერთი კი არა, ეს არის ნაყოფი, ეგ არის ნაყოფი, რომ ქრისტეს დავემსგავსოთ, აი ეს ნაყოფი ჯერ გამოღებული არ გვაქვს. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვაწუხებს და ეს წუხილი არ უნდა იყოს რაღაცა ესეთი აბსტრაქტული ან რაღაც ემოციური ვაივიში, არამედ ძალიან უნდა გონივრულად შევხედოთ ჩვენ მდგომარეობას და კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ, სად ვიმყოფებით, სად უნდა ვიყოთ და სად ვიმყოფებით, რას უნდა ვაკეთებდეთ და რას ვაკეთებთ. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში იმყოფება, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი შეზღუდულია, დეტერმინირებულია ამ სამყაროში, საიდანაც გასვლის შესაძლებლობა მას არ აქვს და ამ სამყაროს თავადი კი სატანაა, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ადამიანის გამო და არა თავისთავად და გარდა ამისა, ადამიანმა მოდი ესე ემოციურად ვთქვათ, გრძნობითად უпроსორეთ, ადამიანმა შეიტკბო დემონური ნება, იმიტომ რომ სიხარულით დაეთანხმა მას და მას შემდეგ, რაც დემონური ნების შეტკბობისა და მისი აღსრულების შემდგომ, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი არ იცვლება, რასაც სამოთხეში ვხედავთ ადამიანში, რაც ადამიანს დაემართა, იმის მერე ადამიანი ასეთია და ჩვენ ხო ამაში რომ დავწუნდეთ, შორს წასვლა არ გვჭირდება, საკმარისია საკუთარ თავს დავაკვირდეთ, როგორ ვართ მიდრეკილი ყოველგვარი სიამეთ მოყარეობისკენ, მომხოჭელობისკენ, პატივმოყარეობისკენ. ეს არის ის უმთავრესი ნაყოფები, რომელსაც თავის მყიდვა გამოაქვს ნაყოფები, მაგალითად ის, რაც თარით ადამიანის უმთავრესი დანიშნულება ღმერთთან ყოფობა, როგორ ვივიწყებთ თავარ დანიშნულებას ჩვენსას, როგორ ვარდებით სიზარმაცეში, როგორ არა გვაქვს ცოდნა და ვერ ხვდებით, ცოდნა არა გვაქვს, რას გულისხმობ, ის კი არა რომ ვთქვათ, აი ცოდნა არ მქონდა, ეხლა წავიკითხე წმინდა წერილი, წმინდა მამები და გავიგე. ეს ასე მარტივად არ ხდება, იმიტომ რომ კიდე გიმეორებთ, მე ხშირად მithქვავს, ეკლესიაში ბერდებიან ადამიანები წმინდა წერილს კითხულობენ, წმინდა მამებსაც, თქვათ არიან ასეთი გულმოდგინე ბჭყალებში ხუთოსნები, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს სახარებაში რა წერია და წმინდა წერილში. ის დახურულია მათთვის, ანუ უმეცრებით არიან დამძიმებულნი
და რაც წევამ თქვი ის რომ სიზარმაცეთ ძლევთ და არ არიან 8 წელში და ამას ემატება კიდეს დავიწყება ღმერთისა და შედეგად ვღებულობთ რას რომ ადამიანს აქვს ნომინალური რწმენა, ნომინალური ეკლესიურობა, მაგრამ საერთოდ შორს არის ღმერთისგან და ისევ იქ იმყოფება, სადაც იყო, სად იყო დემონური ნებითა და სამყაროს დეტერმინირებულობით შემოსაზღვრული ადამიანის ყოფნას რა ქვია? ეს ხო უღმერთო ყოფა, ესე იგი ამ ყოფას ქვია ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთურ ყოფას ახასიათებს სასოწარკვეთილება, მონური მდგომარეობა, ტანჯვა, დეპრესიულობა, ყოველგვარი ღირებულებებისაგან დაცლა, სიძულვილი, უსიყვარულობა, მოყვასისა და ასე შემდეგ, რომ ესე იგი რაღაცნაირად თავი ნუგეშოს, ადამიანი ორ რამეს მიმართავს. ერთი ეს არის გართობა, ერთობა, აი ლეკვი რო თამაშობს რა, აი ესე ლეკვით, ერთობა და მეორე ხიბლის მდგომარეობაში ყოფნა, რომ თავის პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს, რომ კარგი ვინმე, არც ისე ცუდია და რასაც აკეთებს, ლაზათიანად აკეთებს, იმ ფილმის არ იყოს, თუ რელიგიური ცხოვრებაც ღირსეული აქვს, სულიერ ცხოვრებაშიც როგორ ყველაფერში წარმატებული, ანუ საკუთარ თავს შემოუძახებს ხიბლის მიმართულებით. აი ეს არის რეალური მდგომარეობა ადამიანისა და ამას სულიერად შეიძლება უწოდოთ ჯოჯოხეთი და ამას სულიერად უწოდოთ სულიერი ეგვიპტე, საიდანაც მოსემ გამოიყვანა ებრაელები. მოსეს რო არ გამოიყვანა ებრაელები იქიდან ვერ გამოვიდოდნენ, მოსე ჭირდებოდათ მათ. აი წარმოიდგინე ღმერთს დაჭირდა, ახლა ეს რას ნიშნავს? ღმერთს არაფერი არ ჭირდება, მაგრამ აი ასე ამგვარად გადაწყვიტა ებრაელების გათავისუფლება ეგვიპტის მონობიდან. სხვანაირად არ შეიძლებოდა ჩვენ შეუძლებელია გონიერ არსებებად ვიწოდებოდეთ და ღმერთის მოქმედებების რევიზიას ვცდილობდეთ. აი ესე გააკეთა და მორჩა, ესე იგი ესე იყო საჭირო. მოსე როგორც თანამშრომელი, მოსე როგორც ერთგული დაუყენა წინამძღვრად, მოსე გახდა საჭირო ებრაელებისათვის გარდა იმ განსაცვიფრებელი ღვთაებრივი ჩარევების, ალბათ ყველას საკითხული გაქვთ და რას ხედავთ? რა ერთ თვეში ყველანი შევიდოდნენ აღთქმულ მიწაზე, მაგრამ არ შევიდნენ ერთ თვეში აღთქმულ მიწაზე. 40 წელი იარეს. ფაქტობრივად ის ადამიანები დაიხოცნენ და იმათი შთამომავლები შევიდნენ. იქიდან რამდენიმე ადამიანი შევიდა მხოლოდ. ანუ ამასაც ხო თავის სულიერი მიზეზი აქვს, ხო? ეხლა ამას მე არ ჩაუღმავდები, ბევრ დროს წაიღებს, უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ რომ გამოვიდეთ ჩვენი სულიერი ეგვიპტიდან, ჩვენს გვჭირდება ჩვენი მოსე და ჩვენს გვჭირდება ის უდაბნოში 40 წელიწადი. და აი, როდესაც ჩვენ თანამედროვე ადამიანები ძალიან მიჩვეულები ვართ ყველაფერ კომფორტს, როგორ თანამედროვე ყოფის ერთ-ერთი მახასიათებელი არის კომფორტი. აი არ გიფიქრიათ მაგალითად, აი როქში ვართ, ხო? დღეში ადამიანი სამჯერ ან ორჯერ იკვებება, როგორ ჭამთ, რას აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ საჭმელი ქალაქელი ადამიანი მით უმეტეს რას აკეთებთ? რაღაც სამსახური თუ გაქვს, ცოტა პატარა ესეთი უმნიშვნელო სამსახური მაინც ჩადიხარ მაღაზიაში, სუპერმარკეტში და ყიდულობ საჭმელებს და ზოგ შემთხვევაში არათუ პროდუქტს, არამედ ნახევარ ფაბრიკატს, რომელიც გამზადებულია ზოგ შემთხვევაში პირდაპირ გამზადებულს და იკვებები. ანუ პრაქტიკულად შრომას არანაირ არ წევრო, დღეში რამდენჯერმე კარგად იკვებო. წარმოგიდგენიათ ძველი ადამიანი რო გამოკვებული იყო რა შრომას წევდა. დღეს სოფელში ფაქტურად თითქმის არავინ ვეღარ შრომობს ისე, მაგრამ ძველად ან ხორბლის მოყვანა, ან პურის მოყვანა, დამზადება, ან ესე იგი არა აქვს ახლა მნიშვნელობა, სულ ერთია ნებისმიერი. გესმით რა კატასტროფული შრომა ქონდა. მთელი 24 საათი ფაქტურად ადამიანი შრომობდა იმისათვის, რომ წლის განმავლობაში დღეში ორჯერ ესე თლად მაძღრისად რო არ ეჭამა. გესმით? წარმოგიდგენიათ ჩვენ რა კომფორტში ვარ და ეს კომფორტი კარგია, რა თქმა უნდა კარგია, ეხლა ალავის არ გვინდა რომ აი მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ისე გვირჩევნია რომ ჩავიდეთ და მაღაზიაში ვიყიდოთ, მაგრამ ამ კომფორტმა ადამიანის სხვა მხრივ დააზიანა. ადამიანის კომფორტის მოთხოვნილება აქვს ყველაფერში, არა მარტო თქვა ამ კუთხით, არამედ ყველაფერში და მათ შორის ცხონების საკითხის კომფორტი აქვს. ადამიანებს არ შეუძლიათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეკლესიური ცხოვრება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრძოლა თავის დაცემულ ბუნებასთან, დემონურ ნებებთან. ხანგრძლივი დროის განმავლობაში განსასწრების ტვირთვა
ღვაწლში მყოფობა, საკუთარ თავის იძულება, აბა რატო ხდება, რომ მუდმივად ხდება გადინება ნებისმიერი სამრევლოდან ადამიანების, რომლებიც 1, 2, 5, 7 წელი ცხოვრობენ ქრისტიანულად, ეკლესიურად, მერე ბეზდებათ. გესმით? აი თქვენ მრავალი ის ვინც ახალი ხართ მოსული, ახლები ვინც ხართ მოსული და ვისაც ჯერ ეს 1, 2, 5, 6, 7 არ შეგსრულებიათ, თხილად იყავით, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გახვიდეთ, როგორც ხვები გასულან, რატომ? იმიტომ რომ არაკომფორტულია სულ ბრძოლაში მყოფნა, სულ მოჭიმული სიმივით ყოფნა, როგორც წმინდა თეოფანი დაყურდებული ამბობს, სულ საკუთარი თავის იძულება, როგორც უფალი გვასწავლის სასופველიც ისა იძულების, არაკომფორტულია, მაგრამ სხვანაირად ეგვიპტიდან ვერ გამოხვალ, გესმით, ვერ გამოხვალ, მოსეს გჭირდება, ანუ ის ვინც გასწავლის და შენი საკუთარი მხნეობაც გჭირდება, რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. შედეგად როცა ვერ გამოვდივართ, დაჩქარებული ტემპით გვინდა რაღაცნაირად შედეგს მივაღწიოთ, იქ სკვნილი დავიჭირეთ, იქ ხშირად ვეზიარებით, სახარებას ვკითხულობთ, ხშირი ზიარება აუცილებელია და ესე იგი იესოს ლოცვაც აუცილებელია და სახარების და წმინდა მამების კითხვა ასევე აუცილებელია, მაგრამ ეს იმ პერიოდს ნაკლებად ამცირებს. იმ პერიოდს, რომელიც ჩვენ ჯოჯოხეთიდან, ანუ ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე უნდა გავიაროთ, ამ პერიოდს ეს მექანიკურად არ ამცირებს, ის ეს ინსტრუმენტებია მადლისმიერი, მაგრამ ეს გზა ჩვენი გასავლელია ეს გზა. და აი ამ გზის გავლა არ გვინდა და ეს გზა რა გზა, რა უშლის ხელს ადამიანს, რომ ეს გზა გაიაროს ღირსეულად, მოთმინებით და აღთქმულ მიწაზე შევიდეს, ანუ დამკვიდრდეს იერუსალიმში, ანუ საკუთარ გულში ამ შემთხვევაში და ღმერთი იპოვოს. რა უშლის და საკუთარი სიამაყე, პატივმოყვარეობა, სიმდაბლის დეფიციტი. აი ეს უშლის, სხვა არაფერი. ჩვენ არ შეგვიძლია სიმდაბლე გქონდეს და ღვთის განგებულებისადმი მორჩილებით ვიცხოვროთ. მეცაც გეტყვით, შეიძლება ადამიანმა გაიგოს რაღაცა და ვერ შეძლოს. ჩვენ არც გვესმის. მე მაგალითად რას დრო გადის უფრო და უფრო წმუნდები, რომ არც მე მესმის სიმდაბლე რა არის. და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, ანუ სამრევლოს არ ესმის ასევე რა ფენომენია სიმდაბლე. ადამიანები ძირითადად ცხოვრობთ საკუთარი პატივმოყვარეობით და საკმარისია მოვიდეს განსასწრელი, რომელიც გვამდაბლებს იმ წამსვე, ესე იგი პროტესტი გვაქვს, იმიტომ რომ ყველაზე მთავარს ეხება, ყველაზე ძვირფას წყალებში საკუთარ ეგოიზმს ეხება. აი ეს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვერადავერ გავიარეთ ეს უდაბნო და ვერადავერ შევედით აღთქმულ მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ჩვენგანი ვცდილობთ ლოცვასაც, ვცდილობთ ზიარებით ცხოვრებასაც, კითხვასაც, მაგრამ არაფერი გამოგვდის, მიზეზი მხოლოდ ეს არის. და კიდევ ვიმეორებ ადამიანმა, რომ ესე იგი ადამიანი რო არ შეწუხდეს და დისკომფორტი არ იგზნოს, იხიბლება თავისი ფოთლებით და ნაყოფი გამოღებული არ აქვს. ამიტომაც აი დღეს როცა ვკითხულობ ჩვენ, რომ უფალმა ლეღვი იხილა ერთი შორით, რომელსაც ესხა ფურცელი, მოვიდა უკვე, თუმცა რაიმე პოვა მაშინა, ნახეთ რა უცნაურია, ხო? ღმერთია, რომელსაც გახსოვთ პეტრეს როევნება, რომ გადასახადი უნდა გადავიხადოთო და კიო, ესე იგი ანკესი ჩააგდა მაშინ ზღვაში, გალილეის ზღვაში ალბათ. თევზი, რომელიც მოყვება, ის თევზი ამოიყვანე, პირი გავუხსენი და იქ ვნახავ ფულს, რომელსაც გადაეხდით ჩემთვის და შენთვის. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? ანუ პეტრეს რა უთხრა ამით? პეტრეს ეუბნება, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის გადახდა, იმიტომ რომ ჩვენ მეფიშვილები ვართ და მეფიშვილს არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა, მაგრამ სხვები რომ არ დავაბკოლოთ, წადი ეს გააკეთე. პეტრემ იცის, რომ ძე ღვთისაა, მაგრამ მეორე მხრივ ის ხო ადამიანურ სისუსტეებში ცხოვრობს ქრისტე და ხო შეიძლება რომ თქვა პერიოდულად ეჭვებით შეეპაროს და კი არ მეკუთვნის გადახდა ქრისტეუბნება და არ ჩემთან ერთად ხარ, მაგრამ რომ არ დავაბკოლოთ სხვები, მოდი გადავიხადოთ და ისი ახდეინებს პეტრეს, რომ პეტრე კიდევ უფრო მეტად წმუნდება, რომ ძე ღვთისაა, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ რა, ესე იგი ამ უზარმაზარ ზღვაში, ხო, რომელი თევზის მუცელში რა არის, ესეც კი იცის, ყველაფერი იცის, იმიტომ რომ ღმერთია, გესმით? და რა არის ის, რომ ლეღვს ნაყოფი არ ქონდა? დაინახა შორიდან, მოშივდა, არის ის, რომ ნაყოფი არა, ყველაფერი იცის, კაცო, რომელი თევზის მუცელში რა არის, იცის. მაგრამ აი აქ, ნახეთ,
როგორ თანამშრომლობს ღმერთი, ხო? ის ლეღვი ხო ჩვენა ვართ ადამიანები, მოვიდა, მოდის, შენ და მინდობით აღჭურვილი, ეგება ეხლა გეშველოს, ეგება ეხლა რაღაცა წამოდგე, ეგება ეხლა გამოფხიზლდე და კიდევ ერთხელ მოვიდა. და რა იპოვა? არა იპოვა გარნაფურცელი ხოლო. ფურცელი, ანუ ფოთლები. სხვა არაფერი არ არის. ანუ მოდის ჩემთან უფალი და მოვიდა ერთხელ, მოვიდა ორჯერ, მოვიდა რამდენჯერ, ხო? და ფურცლის გარდა, ანუ ფოთლების გარდა არაფერი მაქვს. რატომ არა მაქვს ფოთოლი? რატომ არა მაქვს ნაყოფი? რატომ მაქვს მარტო ფოთოლი? ნახეთ ლოგიკური მიმდევრობა. რამე თუ არა იყო ჟამი ლეღვისა. მე ამ სოფელში ვცხოვრობდა, ჩემი ლოგიკა მაქვს, ჩემი სიმართლე მაქვს. ჩემი სიმართლით. ნაყოფი არ გამომიღია, რა თქმა უნდა, ჯერ კიდე. მაგრამ ფურცლებით ვტკბები, ფოთლებით ვტკბები. ხო და ნაყოფი იმიტომ არ გამომიღია, რომ ჯერ დრო არ არის, კაცო. აბა ჩვენი გარდაცვალების დრო ხო არ არის ჯერ? ჩვენ ხო აბსაღამოს არ მოვკვდებით. რატო? იმიტომ რომ არ არის ჯერ ამის დრო დამდგარი. მართალია ნაყოფი არ გამოგვიღია, მაგრამ არ დამდგარა კაცო ჯერ დრო. ხო ალეზე დავბერდები, ასლამდე ქვეყნის დრო მაქვს. ჩვენ ხო ამ ლეღვივით ვფიქრობთ ზუსტად. ჩვენ კმაყოფილდებით ჩვენი ფოთლებით. ნაყოფი არა გვაქვს, კი ბატონო, ხედავთ თუ ზოგს შეიძლება ნაყოფიც ეგონოს რომ აქვს, მაგრამ თუ ცოტა გონიერება გვაქვს, ნაყოფი არა გვაქვს, მაგრამ ჟამი ხო არ დამდგარა ჯერ. რა პრობლემაა? გესმით, ჟამი არ დამდგარა. და ჩემი ჭამადი არის აღვასრულო ნება ღვთისა, როგორც ქრისტე გვასწავლის, ქრისტეს როში არის, რითი უნდა განაძღო ქრისტე, ღვთისნებით უნდა ცხოვრობდე, ღვთისნებით მაცხოვრებლობა არის ქრისტეს განძღება და ანუ არ ცხოვრობთ, მაგრამ მოვასწრებ, ჯერ ჟამი არ დამდგარა. ესე ვფიქრობთ, ამ ლეღვივით ვართ. მაგრამ ნახეთ, უფლის პასუხი დარქვა მას ლეღვს ეუნება. ლეღვს რას ეუნება? ეს ხო იგავური სახე შექმნა თავად ქრისტემ. აქ ლეღვი ხო არაფერ შუაში არ არის სინამდვილეში. დარქვა მას ნუღარანცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფს. ანუ ნახეთ, შენ როცა გონია რომ აი ეგრეა როგორც ხარ და ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვს, ამ დროს შეიძლება დამთავრდეს შენი ცხოვრება და ვეღარასოდეს ნაყოფი ვერ გამოიღო უკუნისამდე, ანუ ნაყოფს იღებ მანამ სანამ ხორცში ხარ და შემოქმედებითობის უნარი გაქვს. როგორც კი ეს დასრულდება, შენ მხოლოდ მოლოდინის მდგომარეობაში გადადიხარ, აღარასოდეს აღარ გამოიღებ ნაყოფს, გესმით? ჩვენ აქ უნდა მოვასწროთ ნაყოფის გამოღება, მოსასწრებათა გვაქვს საქმე, აქ რეალიზდება ჩვენი თავისუფლება. აი ეს არის ჩვენი მდგომარეობა რეალური. და ეს ძალიან საშიში იგავური სახე შექმნა, რომ შემეშინდეს, რაღაცის ხომ უნდა შემეშინდეს, რაღაცამ ხომ უნდა დამაწყებინოს, რაღაცა სხვა ნაბიჯების გადადგმა. მე რო კითხულობთ, რომ მოწაფეები იერუსალიმში მიდიან, იერუსალიმი ამ შემთხვევაში პირდაპირ ბმაში ამ ლეხვთან, იცით იქ რა მოხდა იერუსალიმში, რომ ტაძარში შევიდა და დაიწყო გამოსხმად განსყიდველთა მადამ ომსყიდველთა, ანუ ისინი ვინც სალოცავ სახლში აი ამ საშნელებას აკეთებდნენ და გამდიდრების საშუალება ჰქონდათ გადაქცეული ღვთის ტაძარი და იერუსალიმი ამ შემთხვევაში იცით რომ სიმბოლოა გულისა და ჩვენ როცა საკუთარ თავს განვუკუთნებთ სახარებისეულ ყოველ სიტყვას და როცა ვიფიქრეთ ეს რომ ეს ლეღვის ხე ჩვენა ვარ და ნაყოფი არ გამოგვიღია და რა უნდა ვქნათ და უფალი სად შედის იერუსალიმში და იერუსალიმის კიდე გულში, ანუ ტაძარში, ანუ ჩვენი გულის გულში უნდა შემოუშვათ ქრისტე და მან არ უნდა დაინახოს ის რის შედეგათაც მე ავაზაკის სამყოფელს მიწოდებს და არა ღვთის ტაძარს, ანუ შემოდის ტაძარში და ხვდება ავაზაკთა სამყოფელი და ასწავებდა და ეტყოდა ვითარმეთ წერილ არ სახსა ჩემსა სახს სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა. გახსოვთ პავლე მოციქული არ დაგავიწყდეთ რომ ღვთის ტაძრები ხართ. ტაძარნი ვართ ღვთისა. უფალი მეუნება ამიგავით და ამ მოქმედებით უпростоრეთ რომ ტაძარი ხარ, მე შემოვდივარ შენში ტაძარში და ხედავ რომ ქვაბ ავაზაკთა ხარ. აი თურმე რატომ არ გამოგიღია ნაყოფი? იმიტომ რომ შენს გულში არის უწმინდურობა, რომელიც მე რომელსაც უფალი ყრის. ხო ეს ერთ-ერთი იესოს ლოცვის ერთ-ერთი სიმბოლური სახე, რომ უფალი შედის იერუსალიმში, მე ტაძარში, ანუ გულში, როგორც დიდი გრიგო პალამა ამბობს და იქიდან გამოყრის, ანუ როცა იესო ქრისტეს სარწმუნოებითი მოხსენიება
განწმენს ადამიანის გულს, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ამასთან ერთად ცხოვრობს ქრისტეს ერთგულებით. ამის მერე უფრო გასაგები ხდება იაკობ მოციქულის სიტყვები, რომელიც ასევე დღეს აღმოვიკითხეთ, რომ ნუ მრავალნი მოძღვრით და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ჩვენ სასულიერო პირებს გვეხება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც აქ არის, ნათქვამი, ეს ხო პირველ რიგში ჩვენი აღსასრულებელია, რომ ჩვენ მაგალითი ვიყოთ სხვებისა და რა თქმა უნდა, ეს პირველი ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენთვის არის აი ეს როგორ გითხრა, სილის გაწნასავით არის რა, აი ეს სიტყვები. ნუ მრავალი მოძღვრით ზმანო ჩემნო, უწყოდეთ რამეთ უდიდესი სასჯელი მივიღო და რაღა ვთქვათ ერის ადამიანებზე. მათ შორის რომლებიც შეიძლება თქვას გუშინდელი მოსულები არიან და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან, უნდათ რომ ვიღაცებს რაღაცები ასწავლონ და იმისიონერონ. დამერწმუნეთ რომ არათუ ერის ადამიანი, რომელიც გუშინდელი მოსულია და ნეოფიტობით არის ჯერ ავად. არამედ თვით სასულიერო პირებიც კი, რომლებიც ახალგაზრდები არიან, იმათვისაც კი საშიშია ღვთის სიტყვის ქადაგება და მოძღვრობა და მე მეცას გეტყვით, აგერ ჩვენ მე და მამალევანი დავბერდით უკვე და ჩვენთვის უაღრესად საშიშია ღვთის სიტყვის ქადაგება, ანუ რაღაც ეს ვიღაცას რაღაცა ასწავლო. უდიდესი პასუხისგებლობაა ეს, უდიდესი პასუხისგებლობა. ამიტომ არის ეს კაცრი, ნუ მრავალი მოძღვრით, თითქოს ხო კარგია, ხო? რაჯობია ეს პროტესტანტის შილოა რა, 2-3 დღე რაღაცა თქვა აღმოჩნდება ან იეჰოვას მოწმეთა სექტაში. 2-3 დღე რაღაცა ამდა ერთი კვირა, ერთი თვე, 2 თვე და უკვე იწყებს ესე იგი წყალებში მისიონერობას და ქადაგებს. სასაცილოა უბრალოდ ეს. სასაცილოა. აი იაკობ მოციქული, ნუ მრავალი მოძღვრით ზმანო ჩემნო, უწყოდეთ რამეთ უდიდესი სასჯელი მივიღოთ. გულის განწმენდას მთელი 40 წლიანი ღვაწლი ჭირდება. ამ შემთხვევაში 40 წელი სიმბოლური რიცხვია, რომელიც აქედან არის აღებული, ხო? მოსემრო ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა აღთქმულ ქვეყანაში მისაღწევად, მაგრამ სანამ ამ აღთქმულ ქვეყანაში არ შედიხარ, სხვას რა უნდა ასწავლო, შენი გული სავსეა უწმინდურობით და არა არის არა ტაძარი, არამედ ქვაბა ავაზაკთა და ამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი და რა უნდა თქვა? ან როგორ უნდა თქვა? ან რა ენერგია უნდა გაყვეს შენს ნათქვამს, რომ მან სხვა ადამიანის გულზე იმოქმედოს და გაწმინდოს. და ამბობს, რამე თუ ფრიად სცდებით ყოველნივე. ანუ შეცდომას უშვებთ. ხოლო რა უნდა გქონდეს, აი ზეგარდამოს სიბრძნეზე საუბარს. ეს არის სიწმინდე, რა არის სიწმინდე? ღვთისნებით ცხოვრება. და მე აქედან გამომდინარე საღვთო ღვთისებებით აღჭურვა, ხო? შვიდობა, სახიერება, ანუ სიკეთე, მორჩილება, წყალობა, გესმით? აი ეს და ყოველი კეთილი ნაყოფი, ანუ ქრისტეს მსგავსი უნდა გახდეს ადამიანი. ხო? აი ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მისი გული განწმენდილია, მისი გული აღარ არის ქვაბავაზაკთა, მის გულში ესე იგი მისი არსება ტაძარია, მასში ღმერთი მკვიდრობს, მას უკვე ნაყოფები გამოაქვს. აი ეს არის ჩვენი საკეთებელი, ეს არის ჩვენი საქმე. ამიტომ კიდევ ერთხელ ეკლესია დღევანდელი საკითხავებით შეგვაგონებს, რომ მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენი სულის ცხონებას, იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვავიწყოს 21 საუკუნის ადამიანები ვართ და ის როგორც კომფორტი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ისე გვაზიანებს სულიერი თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვხვდებით და აქედან გამოსავალიც არ არსებობს. ისე როგორც დედის ერთაში ბავშვი, რაც არ უნდა კარგი მშობლები ყავდეს, ეგოიზმში იზრდება, სხვანაირად მას შეუძლებელია ის გაზარდო და ამიტომ ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს მას შემდგომში, რომ გაიზრდება ისის კარგი აღზრდის შემთხვევაში, დიდი ბრძოლა მოუწევს საკუთარ თავთან, რომ ეგოიზმისგან განიკურნოს, იმიტომ რომ მას არ უსწავლია ბავშვობიდან არ უსწავლია გაუყოს, დაუთმოს, გესმით, აპატიოს, თავის პატარა ძამიკოსთან დამიკოს, მის ჩვევებში, უნარ-ჩვევებში არ არის. ასევე ჩვენ უნარ-ჩვევებში არ არის ღვაწლი. არ არის ჩვენს უნარ-ჩვევებში ბრძოლა, ბრძოლის უნარიანობა, მოთმინება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის. ჩვენ ისედაც ცუდღეში ვართ, 21 საუკუნის ადამიანები. და მით უმეტეს თუ ცოტა გონიერებას არ მოუხმობთ, ისე მოგვატყვილებს ბოროტი და ისე აღმოვჩნდებით სიცოცხლის ბოლოს, რომ დავასრულებთ ჩვენ ცხოვრებას, რომ თურმე საერთოდ აზე არა ვარ, სადა ვარ და რა ქრისტიანობაზეა ლაპარაკი, მაგრამ მე უკვე გვიან იქნება. ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ წმინდა წერილი, წმინდა ეკლესია თავისი მადლმოსილებით და მათ შორის წმინდა წერილითაც, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურების უდიდესი მადლით
მუდმივად, რომელიც არ შეცვლილა და რომელიც ისეთივეა, როგორც პირველ საუკუნეებში, მუდმივად გვაფხიზლებს და ღმერთმა მოგცეს ის გონიერება, რომ ჩვენ ეს მადლი მივიღოთ, გავითავისოთ და შესაბამისად ვიცხოვროთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.